ცოტახნის წინ სასამართლოს ხდომაზე მან მისი საზღვარგარეთ დაკავების და თბილისში თვითმფრინავით ჩამოყვანის ახალ დეტალებზე ელაპარაკა დაასახელა ანდრე ოხანაშვილი სუსის ხელმძღვანელის ხდომა თბილისის საქალაქოში უკვე დასრულდა. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და გვეტყვის რა ელაპარაკა გიორგი ბაჩიაშვილმა. გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ჯორჯიან აირვეისის იმ კერძო რეისზე, ბორტზე, რითიც გატაცების შემდეგ საქართველოში ჩამოიყვანეს, იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანდრე ოხანაშვილი. მას ეს ინფორმაცია განაცხადა სულ ცოტახნის წინ სასამართლოს ხდომათა დარბაზში. დღეს დაიწყო საზღვრის კვეთის საქმეზე მისი პროცესები და დღეს მედიის, პროკურორის, ასევე მოსამართლის და სხვა დამსწრების წინაშე მან მისი გატაცების ამ დეტალებზე ილაპარაკა. ის ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი გატაცების საქმეს ვერ გამოიძიებს, რადგან ანდრე ოხანაშვილს აქვს ინტერესთა კონფლიქტი ამ საქმესთან დაკავშირებით. ის არის უშუალო მონაწილე და ეს არის პირველი სახელი და გვარი, რომელიც გიორგი ბაჩიაშვილმა ზოგადად მისი გატაცების საქმესთან დაკავშირებით დაადასტურა და დაასახელა, რომ აი ამ ჯორჯიან აირვეისის კერძო ბორტზე, რითიც ის საქართველოში იძულებით ჩამოიყვანეს, იმყოფებოდა ანდრე ოხანაშვილი. მეტ დეტალზე მას ხდომათა დარბაზში არ ულაპარაკია. შედარებით მეტი ინფორმაცია ადვოკატებმა მოგვაწოდეს ხდომის დასრულების შემდეგ და განაცხადეს, რომ ანდრე ოხანაშვილის გარდა კიდევ რამდენიმე პირი იყო ბორტზე, მათ შორის კიდევ ერთი პირი, რომელიც ასევე იცნო გიორგი ბაჩიაშვილმა, თუმცა ამ ეტაპზე ის თავს იკავებს ამ პირის ვინაობის დასახელებისგან, ასევე ადვოკატებისგან შევიტყვეთ ისიც, რომ ბორტზე არ იმყოფებოდა უშუალო ჯორჯიან აირვეისის თანამშრომლები, ანუ ბორტგამცილებლები, იმყოფებოდა მხოლოდ პილოტი და მაშინ, როდესაც პილოტი კაბინიდან გამოდიოდა იმისთვის, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ის არ დაენახა და შემდეგ მისი ამოცნობა არ შეძლებოდა, ტომარას აცვამდნენ თავზე. აი ეს განცხადება გააკეთა ცოტახნის წინ ასევე ადვოკატმა, რაც არის ასევე ახალი ინფორმაცია გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების საქმესთან დაკავშირებით. შეგეძლიათ ახლა მოისმინოთ ის განცხადება, რომელიც ბრალდებულმა, უკვე მსჯავრდებულმა ერთ-ერთ საქმეზე ბაჩიაშვილმა გააკეთა რამდენიმე წუთის წინ. მოგესალმებით. ალბათ რომ 13 წელი მუშაობდი ივანიშვილის სტრუქტურაში და უკვე რამდენჯერმე საჯაროდ განვაცხადე იმის თაობაზე, რომ ხდებოდი პირდაპირ მოწმე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. როგორ დადიოდნენ და დროებით პრესტიჟით და ძალაუფლებით შეპყრობილი სხვადასხვა მთავრობის ეგრეთ წოდებული და ძალაუფლების და სასამართლოს წარმომადგენლები ივანიშვილის კარზე. სწორედ ამიტომ ვეუბნებოდი მას უარს სახელმწიფო პოსტებში და პოზიციებში მონაწილეობაზე. როდესაც ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა სახელმწიფო მის სამსახურში, მან პირდაპირ მომთხოვა, რომ დამეწყო იმ წერილების, იმ ანტიდასავლური და ანტიქართული წერილების გამოქვეყნება, რომელსაც დღემდე ბატონი შათირიშვილი აქვეყნებს. ანუ ზუსტად მან ჩაეყარა საფუძველი იმ დაპირისპირებას, რომელიც შოიშორის შემდეგ გაიზარდა. ამ უარის შემდეგ გავხდი მიუღებელი. და შესაბამისად ივანიშვილმა მომიწყო ეს სასამართლო პროცესის იმიტაცია, რომელსაც გავდიოდით წინა 2 წლის განმავლობაში. ერთადერთი გზად დამიტოვა ჩემი საკუთარი ბედის ხელში აღება. ამაში არის მთელი უბედურება. თუმცა ესეც არ არის და შემდეგ მიმართა კრიმინალურ მეთოდს. მოტაცებას. იმ მეთოდს, რომლითაც 90-იანებში მას ძმა მოტაცეს. იმ მეთოდს, რომლითაც კალაძეს მოტაცეს ძმა. ზუსტად იგივე მიზნით. ფულის გამოძალვის მიზნით. ერთადერთი სხვაობა ის იყო, რომ იმ გამომძალვლებს და იმ მომტაცველებს არ ჰქონდათ სახელმწიფო მიტაცებები. ყველა ნორმის დარღვევით. თავზე მეშობ წამოყარებული, მე უკანონოდ საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩავამიყვანეთ საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შედეგი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ბატონი ანდრე ოხანაშვილი იყოფებოდა იმ ბორტზე, რომელთაც მე მომიტაცეს. და თქვენთვის ალბათ გასაკვირი არ არის, მაგრამ ამ დანაშაულს იძიებს ანდრე ოხანაშვილი. ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ ახლა. მე როგორ ვიპოვა სამართალი, სად დავიცვა თავი.
როგორ ვანდო ჩემი თავი და სამართალი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუსული მყავს ნანახი. როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელიც ივანიშვილის ზეპირი ჩვენების საფუძველზე, ეგ იყო ერთადერთი მტკიცებულება ჩემს საქმეში, 2 წელი ჯოჯოხეთი მოვიწყო მე და ჩემ ოჯახს. როგორ გენდოთ იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყავით საქართველოს მოქალაქეები ყავთ ორად გაყოფილი და ერთ სხვა სამართალს უწყობ და მეორე სხვა სამართალს. მალე ალბათ 2 კონსტიტუცია იქნება მიღებული ჩვენთვის. და ზოგიერთები გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ რომ აი რა კაია, ხო ხედავთ წამება არ არის. აბა კითხეთ ჩვენ მშობლებს თუ არ არის წამება. კითხეთ იმ დაჭერილი ახალგაზრდების მშობლებს, სიდისის პატიმრების მშობლებს, მათ ოჯახებს, ზიამაღლობელის ოჯახს თუ არ არის ეს წამება. ძალიან სამწუხაროა თქვენი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ თქვენს დღეს ხართ გამოძალვის ერთ-ერთი იარაღი ივანიშვილის ხელში. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. შესაბამისად, მე როგორ უნდა მყოდეს ამ სასამართლოს დობა? შეიძლება ძალიან კარგი მოსამართლეც იყოთ. და კარგი ადამიანიც, მე არაფერი პიროვნული არ მაქვს წინააღმდეგ. მაგრამ სამწუხაროდ მე ვერ ვენდობი ამ სასამართლოს, იმიტომ რომ 2 წელია ჯოჯოხეთად მიქცია სამყოფელი ივანიშვილის პირადი მითითებით ამ უწყებამ და სხვა ძალოვანმა უწყებამ. დიდი მადლობა. რაც შეეხება გიორგის მიერ გაკეთებულ განცხადებას, ჩემი პირველი შეხვედრის დროს მასთან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაადასტურა სწორედ ის ინფორმაცია, მათ შორის გვარის და სახელის დასახელებით, რაზეც დღეს მას ჰქონდა საუბარი, ასევე სრულად და დეტალურად დაასახელა ყველა ის ფაქტობრივად ის გარემოება, რომლებზეც შემდგომში, რომლებიც ასახვაც მოხდა იმ განცხადებაში, რომელთაც მიმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება. კიდე ვინ იყო ანდრიო ხანაშვილის გარდა ამბობ, ხო? იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი დასახელებული პირის გარდა, ესენი არ იყვნენ სხვები ბორტგამცილებლები. ასევე სუსის თანამშრომელი. სხვა არის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ასევე ამოიცნობს, გარდა მითითებული პირისა, ეს შემიძლია გითხრათ. მისი განცხადება მოისმინეთ, რომ ამ გზავრობის განმავლობაში სწორედ მასთან ერთად იმყოფებოდა ეს პიროვნება საქართველოსთან. დიახ. უშუალოდ. მე ვერ შევაფასებდი როგორც თქვენ აფასებთ პროკურორის განცხადებას. უბრალოდ პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება საწარმოებს სუსი, თუმცა სუსში გამოძიება მიმდინარეობს რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ჩვენ არანაირი დოკუმენტაცია არ გადმოგცემია და გიორგის ბრალიც არ აქვს დაყენებული ამ ფაქტთან დაკავშირებით. დღეს თქვენც მოისმინეთ, რომ მან დააჟღერა კონკრეტული პიროვნება, შესაბამისად არალოგიკურია თუ კი კონკრეტული უწყების თანამშრომელზე მიდის საუბარი, ის უწყება ამ გამოძიებას ვერ ჩაატარებს. არის არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეკითხვა, რომელსაც ჯერჯერობით უპასუხოდ ტოვებენ გიორგი ბაჩიაშვილი და მისი ინტერესების დამცველები, როგორც მოისმენთ, ისინი ელოდებიან პროკურატურისგან რეაგირებას, რომ მათ მიმართვას ჰქონდეს ამ საგამოძიებო უწყების მხრიდან რეაგირება და გატაცების საქმეზე დაიწყოს გამოძიება, თუმცა პროკურატურა ჯერჯერობით არ ჩქარობს და ხელს იშვერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ და ამბობს, რომ სწორედ ამ უწყებაში არის გამოძიება დაწყებული, თუმცა სწორედ ამაზე გააკეთა დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა აქცენტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ საქმეს ობიექტურად ვერ გამოიძიებს, რადგან თავად ამ სამსახურის ხელმძღვანელი არის თანამონაწილე მისი გატაცების და ბაჩიაშვილმა დღეს პირველად დაასახელა მისი გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე, ეს არის ანდრიო ხანაშვილი, როგორც ის ამბობს, ასევე გავიგეთ ადვოკატებისგან ისიც, რომ მას ამოცნობა შეუძლია კიდევ ერთი პირის, თუმცა ჯერჯერობით მისი ვინაობა და სტატუსი არ სახელდება, ამ დრომდე ბაჩიაშვილს დასახელებული ყავდა მხოლოდ ამ დანაშაულის დამკვეთი და ის ამბობს, რომ მისი გატაცების დანაშაულის დამკვეთი არის ბიძინა ივანიშვილი. ეს განცხადება გიორგი ბაჩიაშვილმა გააკეთა საზღვრისკვეთის საქმეზე. პირველად დაესწრო ის მისი საქმის აი ამ განხილვას, რადგან ამ დრომდე ის საქართველოში არ იმყოფებოდა, როდესაც ეს საქმე წარმოებაში იყო. რამდენიმე წუთს გაგრძელდა მხოლოდ ეს სხდომა და გაგრძელდება უკვე განხილვა შემდეგი სხდომისთვის. ამ დროისთვის სხდომა დასრულებული არის და მე საზოგადოებას შევახსენებ, რომ დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა საკმაოდ ხმაურიანი და შეიძლება ითქვას სკანდალური განცხადებაც გააკეთა, რადგან მის გატაცებაში ერთ-ერთ დამნაშავედ დაასახელა
დაასახელა ანდრიო ხანაშვილი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა ჯორჯია ნიარვესის კერძო თვითმფრინავში.